საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობას. ეს არის ახალი სამზე სოფო ჩარკვეტაძესთან ერთად. გამარჯობათ. ამ წუთებში უზენაეს სასამართლოში ჟურნალისტების შეკითხვებს სასამართლოს თავმჯდომარე პასუხობს. კონსტანტინე კუბლაშვილი საერთო სასამართლოების კანონპროექტთან დაკავშირებით რა აკეთებს განცხადებას. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ვხდათ ბრიფინგს უზენაესის სასამართლოდან. და აუცილებელია ჩვენი მხრიდან ჩვენი პოზიციის განმარტება კიდევ ერთხელ. პირველი რაც მინდა აღნიშნო, ეს გახლავთ ამ პროცესის პოლიტიკური ნაწილი. თქვენ იცით, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ამ ცვლილებებს და ამჟამად უკვე პარლამენტი განიხილავს მას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მაგრამ მე მინდა აღნიშნო, რომ ეს არის სასამართლოსთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის პროცესის პოლიტიკური ნაწილი. მე ამას ხაზს უსვამ, იმიტომ რომ მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ სასამართლო ხელისუფლება არ ჩავერევით პოლიტიკურ პროცესში და არ გავხდებით ამ პროცესის მონაწილეები. ის თუ რატომ დაადო პრეზიდენტმა ვეტო, ან როგორ განიხილავს მას საქართველოს პარლამენტი და დაძლევს თუ არა ამ ვეტოს, ამის შეფასებას ჩვენ არ შევალთ და ბუნებრივი არის, რომ სასამართლო ხელისუფლება არასოდეს არ უნდა შეეცადოს გახდეს პოლიტიკური მოთამაშე ამ პროცესში. ეს ერთი. მეორე, მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების, ანუ ჯერ კიდევ პროექტის ჩემეული შეფასება. ეს შეფასება მე გავაკეთე მანამდე, სანამ ამ პროექტს მიიღებდნენ და ეხლაც იგივე მინდა გამაცხადო, რომ პროექტის მოცემული წარმოდგენილი დებულებები კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, სრულად არ შეესაბამება ვენეციის კომისიის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს. და ვფიქრობ, რომ ასეთი პრეცედენტის დამკვიდრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ნამდვილად არ გააძლიერებს საქართველოს მართლმსაჯულებას. მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მიზანი არ არის ხელოვნურად შევაფერხოთ და გავაჭიანუროთ პროცესი. ნებისმიერი სისტემის გაუმჯობესება შეიძლება ჩემი აზრით და ასევე აღნიშნავ, რომ ამ ცვლილებებს შორის არის მართლაც ისეთი ახალი ინოვაციები და დებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას. ამიტომ აქედან გამომდინარე მე ვაცხადებ, რომ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება ცვლილებების ამოქმედებისთანავე კანონით განსაზღვრულ პირველივე შესაბამის დღეს. ამ თარიღს ასევე ვაცხადებ, სულ მცირე ერთი კვირით ადრე გაიგებს ყველა დაინტერესებული პირი. გარდა ამისა, მე მინდა მიმართო პოლიტიკოსებს, ყველა პოლიტიკოსს. და მინდა უთხრა მათ, რომ ამ პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი საჯარო განცხადება მათი მხრიდან, განსაკუთრებით მინდა აღნიშნო იუსტიციის მინისტრის მხრიდან. ეს აზარალებს და საფრთხეს უქმნის თავად ამ ცვლილებების განხორციელებას. ამიტომ მინდა მოუწოდო მათ, რომ თავი შეიკავონ ამისაგან და არ ჩაერიონ ცვლილებების განხორციელებაში, არ ჩაერიონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა არჩევის პროცესში. მე მინდა მოუწოდო მათ, რომ უნდა მივცეთ საშუალება ყველა მოსამართლეს, რომ მათ თავად საკუთარი ინიციატივით დაასახელონ კანდიდატები და შემდეგ აირჩიონ ისინი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. რომ მივცეთ საშუალება, რომ თავისუფალი დამოუკიდებელი არჩევნების შემდეგ მიიღოთ მართლაც ლეგიტიმური საბოლოოდ დამოუკიდებელი ახალი იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს პირდაპირ ჩართვა უზენაესის სასამართლოდან კონსტანტინე კუბლაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა განვარძოთ გამოშვებას. თბილისი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარს მასპინძლობს როუზ-როსის რიგით 93 სემინარი ქორთიერთ მარიოტში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გეოპოლიტიკა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შიდა გამოწვევები ამ საკითხებს განიხილავენ სემინარის მონაწილეები. სულ ცოტა ხნის წინ კი პარლამენტის თავმჯდომარე პირისპირ შეხვდა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. შეხვედრის დეტალები მათ სპეციალურ ბრიფინგზე გაახმოვანეს, რომელსაც ჩემი კოლეგა ნოდარ ჩაჩუ ესწრებოდა ქორთიერთ მარიოტს. ვრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში ნოდარ.
დიახსოფლო წუთებში მიმდინარეობს ქორთიარდ მარიოტში სემინარი სწორედ აღნიშნულ თემებზე, რომელიც შენ უკვე აღნიშნე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ძირითადი პოლიტიკა და სწორედ ნატოს წევრი ქვეყნები, ასევე ნატოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები განსაზღვრავენ დღეს ძირითად პოლიტიკას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა, სწორედ გაფართოების მიმართულებით. რაც შეეხება უფრო მანამდე უკვე შეხვედრა გაიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჰიუ ბეილისისა და დავით უსუფაშვილის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირისპირ შეხვედრის შემდეგ მათ მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენციაც გააკეთეს. დღეს დავით უსუფაშვილმა პრესკონფერენციის დაწყების წინ იხუმრა, რომ ნატოს საქართველოს ურთიერთობაში სამი გარდამავალი პერიოდი არსებობდა. პირველი იყო კარებზე კაკუნის პერიოდი, მეორე უკვე ღია კარის პერიოდი და ახლა უკვე დასვა შეკითხვა. დავით უსუფაშვილმა რამდენად აქვს საქართველოს იმის შანსი, რომ შევიდეს ნატოში. ნახეთ რა განცხადებები გაკეთდა პრესკონფერენციაზე. ეს სემინარი, რომელიც 3 დღის განმავლობაში თბილისში იმართება, ეძღვნება სამხრეთ კავკასიას, რეგიონის გეოპოლიტიკას, ნატოში ინტეგრაციის პროცესს და ასევე თითოეული ქვეყნის შიდა გამოწვევებს და საკითხებს. ჩვენ მოხარული ვართ კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომ წილად ხვდა მასპინძლობა ამდენი საპატიო სტუმრის. NATO Parliamentary Assembly. სემინარზე დღეს თქვენ დასვით შეკითხვა თუ როდის გაიღება ნატოს კარი საქართველოსთვის. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით მოგახსენეთ, რომ ეს კარი ღია და ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო აუცილებლად შევა ამ კარში. რაც შეეხება უკანამდე დავით უსუფაშვილამდე აქ საპარლამენტო ასამბლეის ხდომაზე მოსული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ერთგვარი მოხსენებით წაიკითხა და საგარეო მიმართულებების ძირითადი პრიორიტეტები გააცნო, ქვეყნის მიმართულებები გააცნო სწორედ ნატოს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების წარმომადგენლებს, ხოლო შემდეგ უკვე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაიმართა ერთგვარი დისკუსიაც და ამ დისკუსიის დასრულების შემდეგ თავად ბიძინა ივანიშვილმა შეაფასა აღნიშნული სემინარის საქართველოში გამართვის მნიშვნელობა. რამდენიმე მოხსენება გაკეთდა, მატრიცში გავაკეთე მოხსენება მეც. ამის შემდგომ მე მქონდა პირისპირ შეხვედრა პრეზიდენტთან. ჩვენ მქონდა მოკლედოში ძალიან საინტერესო საუბარი, სადაც არ შეიძლება და საჯაროდ. თითქოს საუბრობდით რუსეთთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება და მოახერხოთ უახლოეს დროში, როგორ შეიძლება რეალურად შევიდეთ ნატოში. კითხვები დაისვა, თქვენ ესწრებოდით, მეგონი ჟურნალისტები გაივით, პასუხები გავეცი და დაახლოებით ეს იყო რაც მოხდა. რაც შეეხება დისკუსიას, რომელზეც თავად პრემიერ-მინისტრი პასუხობდა შეკითხვებს, როგორც ნატოს წევრი ქვეყნების, ასევე საპარლამენტო უმცირესობისა, რომლებიც ესწრებიან დღევანდელ სემინარს და მონაწილეობენ აღნიშნულ სემინარში, საფრანგეთის წარმომადგენელმა დასვა პირველი შეკითხვა, რომელიც ეხებოდა იმ სტრატეგიასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს დარჩეს საქართველოს ნეიტრალური თავის საგარეო მიმართულებებში და აირჩიოს ევროპის კურსი და ასევე ნორმალიზება მოახდინოს მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთანაც და რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის წევრმაც შეკითხვამდე, რა თქმა უნდა, შეაფასა პრემიერის გამოსვლა დადებითად და ასევე დასვა შეკითხვა პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც პრემიერმა ისაუბრა ლაფანყურის ოპერაციასთან დაკავშირებით და ასევე სხვა შიდა პოლიტიკურ თემებზე. თქვენი გამოსვლა ტრიბუნიდან იყო ისეთი, როგორცაც ჩვენ უნდა ვისმენდეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და მინდა მხარი დაუჭირო ამ გამოსვლას. გამავდროულად სწორედ ამ კონტექსტში ძალიან სამწუხაროა, რომ დროდადრო თქვენგან გვესმის ისეთი განცხადებები, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რა სულისკვეთებითაც თქვენ დღეს გამოგზავნით ტრიბუნიდან. თქვენი დარწმუნება რთულია, მე მესმის, მაგრამ მე ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ არც ერთ შემთხვევაში ეს არ დააზიანებს ჩვენს ურთიერთობას გლობალურად არც ერთ სახელმწიფოსთან და მატრიცში ნებისმიერ კერძო სახელმწიფოსთან. თელმა მსოფლიომ გაიგო ტალიანის გამოძიებისგან, თუ რა მოხდა რეალურად 2008 წლის აგვისტოში. აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია გაგაჩნია თქვენ და აბსოლუტურად განსხვავებულს უმტკიცებთ საკუთარ მოქალაქეებს. ამით გარწმუნებთ, რომ თქვენ ვერ ამაღლებთ ქვეყნის იმიჯს. და ამის რეცეპტი, ძირითადი რეცეპტი, ჩემი აზრით, გახლავთ ის, რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ჩვენი ქვეყანა გავხადოთ საინტერესო. პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა დავაფუძნოთ არა ისე როგორც კითხვებში წინა ხელისუფლებაც ამბობდა და თქვენც ამბობთ, არა საუბრის დონეზე, არა ფასადურად. ჩვენ რეალურად ჭეშმარიტი დემოკრატიული ინსტიტუტების საფუძველზე უნდა მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება და გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამ ნაბიჯებს ვაკეთებთ და მომავალში გავაღრმავებთ, ეს ძალიან იოლი დასანახი იქნება.
ნატოს საპარლამენტო სემინარზე ახლა უკვე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანი ასელოდებიან. სავარაუდოდ ალასანია მოხსენებით სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სადაც ყურადღებას გაამახვილებს სამხედროს თავდაცვის სისტემას, საქართველოს თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით, შემდეგ უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება ამასთან დაკავშირებით ჩვენ მომდევნო გამოშვებებში მოგიყვებით. დიდი მადლობა იყო ნოდარ ჩაჩვარ ქორთიართ მარიოტიდან. ისევ უცნობი რჩება მინისტრთა კაბინეტის იმ წევრის ვინაობა, რომელთანაც კაბინეტი სავარაუდოდ ურთიერთობის დალაგებას ვერ მოახერხებს. მართალია პრემიერმა ამ მინისტრის ვინაობა არც დღეს დააკონკრეტა, თუმცა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საკუთარი გუნდის წევრთან გარკვეული შეკითხვები აქვს. მეჩვი გამოვთქვი საზოგადოება მოუზადე იმისთვისაც რომ ვაჩვენო ჩვენი გულწრფელი დამოკიდებულება. კითხვებიც რომელიც კი არსებობს შიგნით, აი ესეც კი გამოვიტანე გარეთ, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს რომ შიგნით რომ დიდი იმედი აღარა მაქვს, შიგნით რომ მოვახერხოთ ამ მინისტრთან და დავალაგოთ, თუ არა და გაიგებთ თავის დროზე ყველაფერს. ჩემი პოზიციით კი არ ჩქარო, გაჩვენებთ კიდევ ერთხელ გულწრფელობას, კითხვებიც კი რომელიც გაგვაჩინა, ისიც კი გამომაქვს გარეთ. თუ კითხვები პოზიტიურად გადაწყდა ღმერთმოქმედა, ამასაც მოგიყვებით, რა კითხვები იყო და რაზე იყო კითხვები და ვისთან იყო. თუ გადაწყდა უარესად, ამასაც ძალიან კარგად გაიგებთ. ამ კვირაში პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე იმშელებს. საერთო სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები თანდართულ ალტერნატიულ კანონპროექტებთან ერთად პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უნდა მიიღო, თუმცა ბიურო ხვალისთვის გადაიდო. მმართველ გუნდს კი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად 99 დეპუტატის ხმა სჭირდება, როგორი განწყობაა პარლამენტში სასესიო კვირის დასაწყისში და როგორ აპირებს უმრავლესობა ვეტოს დაძლევას. მერიან გორგოძე გვერდება ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში დეტალებზე ისი საუბრობს მერიან გისმენთ. მიმდინარე სასესიო კვირას მთავარი საკითხი პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო იქნება ორ კანონპროექტთან მიმართებაში, ანუ საერთო სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები ბიუროს სხდომაზე უნდა დარეგისტრირდეს, რაც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს, ამ შემთხვევაში საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს და ამ საქმეში მათ მონაწილეობაზე ბრალდებულის უფლებას ეხება, ანუ პრეზიდენტი პარლამენტს თავაზობს საქმის ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილვის საკითხი ზუსტად ისევე დარეგულირდეს, როგორც ამას ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, კერძოდ ბრალდებულს რჩება უფლება უარი თქვას ნაფიც მსაჯულებზე, ისე რომ ამაში ბრალდების მხარესთან შეთანხმება არ დასჭირდეს. სასამართლოებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტთან მიმართებაში კი პრეზიდენტისა და ზოგადად საპარლამენტო უმცირესობის უკმაყოფილებას ძირითადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი და ამავე დროს საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა იწვევს. პრეზიდენტის პრეროგატივა იყო, არის და იქნება და დოს ვეტო ისეთ საკითხებს, რომელიც მიაჩნია, რომ ვეტოს იმსახურებს. ამ შემთხვევაში ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნა იგნორირებული უმრავლესობის მხრიდან, შესაბამისად გამოყენებულია ვეტოს მექანიზმი და არჩევნი ახლა უმრავლესობაზეა. დაძლევს თუ მაინც შეეცდება, რომ რაღაცა მაინც კიდევ იქნება გაითვალისწინოს. გაუგებარია პრეზიდენტის ეს ვეტო იმ ფონზე, როდესაც ვენეციის კომისია გვიდასტურებს, რომ ეს ცვლილებები არის წინ გადადგმული ნაბიჯი სასამართლოს დამოუკიდებლობისაკენ და მაშინ, როდესაც უზენაეს სასამართლოსთან ეს ყველაფერი იყო შეთანხმებული. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად საჭიროების შემთხვევაში პარლამენტის სიითის შემადგენლობის არანაკლებ 3/5 მხარდაჭერა, ანუ დაახლოებით 89 დეპუტატის მობილიზება არის საჭირო. რეგლამენტის მიხედვით, მას შემდეგ რაც საკითხი დარეგისტრირდება ბიუროს სხდომაზე, საკითხის განხილვა გადაინაცვლეს პლენარულ სესიაზე, თუმცა სესიაზე თავდაპირველად კენჭი ეყრება პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს და მისი ვერ მიღების შემთხვევაში უკვე დეპუტატები კენჭს კანონპროექტის პირვანდელ ვერსიას უყრიან, რაც შეეხება თავად ბიუროს სხდომას, რომელზეც უნდა დარეგისტრირდეს პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი შენიშვნები, საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა ხვალ გაიმართება. დიდი მადლობა, ეს იყო ჩვენი საპარლამენტო კორესპონდენტი ქუთაისიდან. საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესება და ამომრჩეველთა ზუსტი სიების შეძენა ბიომეტრიული მონაცემების მიხედვით ეს არის ის მთავარი საკითხი, რასაც დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მსჯელობდა იუსტიციის სახლში შეკრებილი ინტერფრაქციული ჯგუფი. ამ დროის მონაცემებით ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მხოლოდ 750,000 მოქალაქეზეა ბიომეტრიული მონაცემები. ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ ბიომეტრიზაციის საშუალებით პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება ამომრჩეველთა სიების დაყალბება. შეხვედრა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ცესკოს თავმჯდომარე ესწრებოდა.
ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში ამორჩევთ სის შედგენის საფუძველი იმდენად ობიექტური იყოს, რომ ვერავის ვერ მიეცეს საშუალება საბაბიც კი იმსაც რომ დააკრიტიკოს ამორჩევთ სიზუსტე. აქედან გამომდინარე დღეს ჩვენ თავაზობთ ჩამოყალიბებულ პროექტს, რომლის თავობაზეც დიდი ხანი ქართულ საზოგადოებაში მიდიოდა. შეიძლება ჩვენ გადავამუშავებთ ეს ვარიანტი და თავაზობთ ახალ ვარიანტს, როგორ შეიძლება ბიომეტრიულ პარამეტრებზე დაყრდნობით შედგენილი იქნას ამორჩევლთა ერთიანსია. ბიომეტრიული მონაცემების შექმნა ტექნიკურად შესაძლებელია და ამასთან დაკავშირებით პრობლემები ნაკლებია. უფრო ბევრი კითხვის ნიშანი არის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდება ამ ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება არჩევნების დღეს. რამდენად დაჭირდება ყველა ჩვენ წევს ჩვენი საზოგადოების ამ მონაცემების ჩაბარება. თავარი შეკითხვა რომელიც მოცემულ მომენტში გაჩნდა, რომ გარდაკარის დროს, როდესაც მოხდება ამ ფოტოსურათების გადაღება, რა უყურთ ისეთ ხალხს, რომელიც ასე დროს გარდაკარის კამპანიის დროს სახში არ იქნებიან. არის გარკვეული ვადა შემოთავაზებული სავარაუდოდ ერთიანობის თქმაზე, როცა შეიძლება ამ მეთოდების მივიდეს რესპუბლიკა გადაიღოს. ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. დღეს ჩვენ სხვადასხვა მიმართულებებზე ვსაუბრობთ და სხვადასხვა შესაძლებლობებზე. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს ბიომეტრიული სიები და ბიომეტრიული მონაცემებით გადამოწმების საშუალება. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, თუმცა მეორეს მხრივ შესაძლებელია, რომ ეს არ მოესწროს, რა თქმა უნდა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე და ჩვენი ყველას დიდი იმედი არის, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე ეს ყველაფერი მოსწრებული იქნას. ამ წუთებში საჯარო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის ამ პროექტის ფარგლებში მაია ფანჯირიძე საკუთარ უწყებაში მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ტრადიციულად ასეთი შეხვედრების დროს სამინისტროს პირველი პირები ჟურნალისტებს ინფორმაციას აწვდიან განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ საჯარო საქმეთა სამინისტროს. ვთხოვთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია შუაში, არ გაჭიანურდეს ამ ტექსტების პროცედურის გავლა მათი კანონმდებლობის მიხედვით. მადლობა. ტელეკომპანია მიწყრი არხის შემდგომ საინფორმაციო აგენტო გურია ნიუსი პრაიმ ტაიმი და ტაბულა. მოგესალმებით, თამთა ჯანაძე, ტელეკომპანია მეცხრე არხი. ქალბატონმა რუსული ოპოზიციის ლიდერმა კონსტანტინ ლებედევმა განაცხადა მედიასთან საუბარში, რომ აქციებს, საპროტესტო აქციებს რუსეთში აფინანსებდა გივით არგამაძე. გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით იგივე ხდებოდა ქართული ფულით ფინანსდებოდა აქციები ბელორუსიაში. როგორ? ქართული ფულით, ანუ გივით არგამაძისგან ფინანსდებოდა აქციები ბელორუსიაში, საპროტესტო აქციები. როგორ შეიძლება შეფასდეს ეს ფაქტი და როგორ შეიძლება თქვენი აზრით დამთავრდეს მოვლენები? ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად. მე არ ვიცი ეს ფაქტი მართლა ფაქტია თუ არა, თუ არის მხოლოდ ჭორი. მაგრამ თუ კი ასეთი რამ არსებობს ბუნებაში, მაშინ ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად, რადგანაც ეს არის სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჯარევა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის. ჩვენი გასარჩევი არ არის, რომელ ქვეყანაში რა პროცესები წარიმართება და მით უმეტეს აქტიური მონაწილეობა და მხარდაჭერა გარკვეული პროცესების სხვა ქვეყანაში არის აბსოლუტურად მიუღებელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კი ეს არის ფაქტები და თუ კი ვინმეს ამ ფაქტების დამტკიცება შეუძლია. ახლა პირდაპირ ეთერში ადევნებდით თვალყურ საჯარო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე შეხვედრას. ხმაურის საქალაქო სასამართლოში ბაჩუ ახალაიას, დიდი ტალანდაძის და მათთან ერთად ბრალდებული 6 პირის საქმის განხილვა 7 მაისისთვის გადაიდო, თუმცა მანამდე მოსამართლემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. რა მოხდა სხდომაზე? საქმეში დაზარალებული სტატუსი ცნობილი მოწმე აბესაძის დაკითხვისას დარბაზში სხდომთაგან ერთ-ერთმა მამაკაცმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აბესაძე დაზარალებული სტატუსით იკითხებოდა, შეგახსენებთ, ახალაიას, ტალანდაძეს და ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსნებს ბრალი აქვთ წაყენებული ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების აღკვეთის ორგანიზებაში. თამარ გორგლისაშვილი აშუქებს დღევანდელ პროცესს, მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ. თამარ. ბაჩუ ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა გადაიდა ოფიციალურ მიზეზად ერთ-ერთი ბრალდებულის სურა შამათავას შეუძლოდ ყოფნა დასახელდა ადვოკატების ინფორმაციით შესვენების დროს სურა შამათავას მაღალი არტერიული წნევა დაუფიქსირდა, რის გამოც მათ მოითხოვეს სხდომის გადადება. თუმცა ბრალდების მხარე არ ეთანხმება მოსამართლის გადაწყვეტილებას. პროკურორები განმარტავენ, რომ ეს მიზეზი არ იყო საკმარისი საიმისოდ, რომ
სხდომის გადადება მომხდარიყო, თავად ზურაშამათავამ კი სასამართლოს ტერიტორია სხვის დახმარების გარეშე დატოვა. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, სხდომა დაახლოებით პირველ საათზე დახურულად გამოცხადდა. ამის მიზეზად დასახელდა ის, რომ ერთ-ერთ მოწმეს ზვიად აბესაძეს, რომელიც საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, ბაჩუ ახალაიას ერთ-ერთმა მხარდამჭერმა დარბაზიდან მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო მოსამართლე გიორგი დარახველიძემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. სხდომის დარბაზი დატოვეს როგორც დამსწრე პირებმა, ასევე მედიის წარმომადგენლებმაც. პროცესი გადაიდო ოფიციალური მიზეზი დაცვის მხარემ დააყენა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული კერძოდ შამათავა თავის ზრდომდა შეუძლოთ. მას სურდა პროცესზე ყოფილიყო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობდა ამის ხელს და იშუამგონლეს, რომ გადადებულიყო პროცესი. დღევანდელი სასამართლო პროცესი საინტერესო იყო იმითაც, რომ მოსამართლემ ბაჩუ ახალაიას ერთ-ერთ ადვოკატს რომეო საჯაიას, რომელიც საქმეში ერთი თვის წინ ჩაერთო, შეუზღუდა უფლებამოსილება, გაირკვა, რომ რომეო საჯაიას არ აქვს ადვოკატის ორდერი და ის ამ ეტაპისთვის არის მხოლოდ სტაჟიორი. მოსამართლის გადაწყვეტილებით რომეო საჯაია ვეღარ მიიღებს მონაწილეობას დაკითხვის პროცესში და ასევე მას არ მიეცემა საშუალება დააყენოს შუამდგომლობები. რაც შეეხება საქმის არსებით განხილვას, ის 7 მაისგან ხდება. დიდი მადლობა. თამარ გოგრესაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში სათავაკრო სასამართლოდან და ახლა კიდევ ერთი პირდაპირ უკაცრავად. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რილოს ბაზრობიდან არალიცენზირებული ვიდეო და აუდიო დისკები ამოიღო. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ამ დროისთვის ეჭვმიტანილები დაკავებული არ არიან. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დისკების დამზადება დასაღებას კონკრეტული შეპესე ახორციელებდა. საავტორო უფლებების დარღვევით დამზადებული დისკების განადგურების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს. გამოძიებით დადგინდა, რომ შეპესე ტრიდე კონტრაფაქციული დისკების დამზადებას და რეალიზაციას ახდენდა ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 199 მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით. ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გიორგი ბარათაშვილის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მსჯელობს. საბჭომ დღეს ფორმალური საკითხების მოგვარება უნდა უზრუნველყოს. დეტალებით საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თამარ მახარაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. თამარ, გისმენთ. სოფო, როგორც ამ წუთებში გახდა ჩვენთვის ცნობილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და გიორგი ბარათაშვილი თანამდებობაზე აღადგინა. ბორდმა დღეს ხელი მოაწერა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფურცელს და გააუქმა მის მიერ მიღებული მარტის გადაწყვეტილება გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. გიორგი ბარათაშვილი უკვე რამდენიმე დღეა ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს გენერალური დირექტორის უფლებამოსილების შესრულებას საზოგადოებრივ მაუწყებელში. როგორც დღეს მისმა მოადგილემ გიორგი გოგა ჩართოლანმა განაცხადა, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს ფორმალური საკითხი უნდა უზრუნველყო, კანონი უნდა აღესრულებინა და რაიმე სხვა გადაწყვეტილებას ბორდისგან არც არავინ არ მოელოდა. ბორდის თავმჯდომარე ბატონ ლევან გახალაძემ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ბუნებრივია კანონმორჩილი ასე ვთქვათ კანონს დაემორჩილებიან და აღასრულებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სასამართლომ გამოიტანა გიორგი ბარათაშვილის დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაბრუნებასთან, თანამდებობაზე დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ერთადერთ რამეს, რომ დღეს სამეურვეო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას და აღასრულებს იმ კანონს, იმ დადგენილებას, რომელიც მოსამართლემ გამოიტანა და გიორგი ბარათაშვილი დღეს უკვე ოფიციალურად შეუდგება თავისი მოვალეობის შესრულებას.
ბორდმა ბარათაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება 4 მარტს მიიღო. ბორდის წევრები მაშინ აცხადებდნენ, რომ გადაწყვეტილება კრიზისის თავიდან არიდების მიზნით იქნა მიღებული. 13 მარტს გიორგი ბარათაშვილმა საქალაქო სასამართლოს მიმართა თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით და ასევე მოითხოვა გაუქმებულიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე გამოცხადებული კონკურსი. სასამართლომ გადაწყვეტილება 17 მარტს სასამართლომ მოთხოვნა 17 მარტს აპრილს დააკმაყოფილა. რაც შეეხება გიორგი ბარათაშვილისა და ბორდის წევრების კომენტარებს დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჩვენ ამ კომენტარებს უახლოეს გამოშვებებში შემოგთავაზებთ. დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში თამარ მახარაშვილი საუბრობდა. არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი ინიციატივა თხოვნით მიმართავს აფხაზეთის მთავრობას ბათილაცნოს გადაწყვეტილება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ვახტანგ ყოლბაიას დანიშნვის თაობაზე. ორგანიზაციის წარმომადგენელი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ ამ პოსტზე ყოლბაია კანონის დარღვევით დაინიშნა. კონკრეტულად დაირღვა თავისუფლების ქარტიის მე-9 მუხლი, რომლის მიხედვით თანამდებობაზე ყოფილი რაიკომის მდივნების დანიშვნა აკრძალულია. გარდა ამისა, ყოლბაიას დანიშნვის თაობაზე ნებართვა თავად პრეზიდენტს უნდა მიეცა. წოდილება რადგან მნიშვნელოვანი ერთი რამ, რომ ყოფილი კომუნისტები რაიკომის მდივნები არ უნდა ბრუნდებოდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით თავისუფლების ქარტიის მე-9 მუხლი ცნოს ვახტანგ ყოლბაიამ, რადგანაც მან განაცხადა, რომ ეს კანონი არ არის მოქმედებაში. მე ხელთა მაქვს ეს კანონი, სადაც მითითება საკანონმდებლო მაცნიდან ამობეჭდილი, რომელზეც არის ასევე პრეზიდენტის ხელმოწერა და 2011 წლის 31 მაისით არის დათარიღებული ეს კანონი მოქმედებაშია. შეხვედრა პარლამენტში ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი კლაუს ბრანდერი მიიღო. შეხვედრა გაცნობიტი ხასიათის იყო, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. არიან ბუნდესტაგის წევრები, მათ აინტერესებთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, განსაკუთრებით აქცენტები აქვს შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ახლა მე მაქვს შეხვედრა მათთან სწორედ ამ საკითხებზე, როგორ მიდის ჩვენი საპარლამენტო მუშაობა, რა არის ჩვენი პრიორიტეტები და შესაბამისად ასევე რა თქმა უნდა სოციალური მდგომარეობა და შრომის უფლებები არის მნიშვნელოვანი. შეხვედრა გაცნობიტი ხასიათის იყო, ვისაუბრეთ სოციალურ საკითხებზე. მოხარულები ვართ, რომ ხედავთ თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპასთან დაახლოებას. ფინანსთა მინისტრი კი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ნოდარ ხადურმა ქვემო ქართლში სასოფლო-სამეურნეო საწარმომარნეული ანდრო დაათვალიერა. მინისტრი ჰოლდინგის მუშაობით დაინტერესდა და არსებული მდგომარეობა დადებითად შეაფასა. კომპანიის წარმომადგენლებმა ნოდარ ხადურს მიმდინარე სამუშაოები გააცნეს და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრნენ. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია პირადად ადგილზე გაეცნო საწარმოების პრობლემებს, რადგან შემდეგ მათთვის დახმარების გაწევა გაადვილდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავერკვეთ, ნახოთ ადგილზე რა პრობლემები აქვს ჩვენს ბიზნესმენებს, რა პრიორიტეტებია, რაში შეგვიძლია მთავრობა მათ დავეხმაროთ, ჩამოვედი. სიმართლე გითხრათ, პირველი შთაბეჭდილება არის ძალიან კარგი და მე იმედი მაქვს, რომ ასეთი ტიპის მეურნეობები ჩვენ მოვახერხებთ სასურსათო უსაფრთხოების დაცვას ქვეყნის და საექსპორტო პოტენციალის დასს. კულტურის მინისტრი კი პირველ მოადგილესთან ერთად სამუშაო ვიზიტით რაჭა სტუმრობდა გურამ ოდიშარიამ და მარინე მიზანდარმა ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი და გურამ ფანჯიტიძის სახელობის ბიბლიოთეკა დაათვალიერეს. რეგიონებში შექმნილი პრობლემების უკეთ გაცნობის მიზნით ოდიშარია საქართველოს ყველა კუთხის კულტურულ ძეგლებს პირადად დაათვალიერებს. ძალიან მინდა რომ მე რაღაც ცენტრებით შევქმნათ, რომ ახალგაზრდები იყვნენ მეტად რეგიონებში. ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით რაღაც ჩანაფიქრები და ამას მე გავამჟღავნებთ და შევაშველებთ აუცილებლად ხელს, ასე რომ წლის ბოლოსთვის ბევრად უკეთ იქნება რეგიონებში კულტურული დონე, ვიდრე იყო წლის დასაწყისში. თავდასხმა სირიის პრემიერ-მინისტრზე რეკლამის შემდეგ უცხოეთის ახალი ამბებით დაუბრუნდებით. დაგველოდეთ.